მოგესალმებით ეკო ჩეიმბერის სტუდიიდან. მე რამდენი ეპიზოდი არ ვიტყვი, მაინც უვირები, ამიტომ დავანებოთ, თავი მე-16. მეორე სეზონის რაღაცა გიყვარში. და დღეს ყავს სტუმარი დავითი, რომელიც ასევე არის ჩვენი სასერტიფიკატოს კურსის პირველი ნაკადის კურს დამთავრებული უკვე და მალე აიღებს წარმატებით დამთავრებული და მალე აიღებს ორ სერტიფიკატს, ერთს თვითონ ამერიკელები რო გამოაგზავნიან ISSA-ს, მეორეს ჩვენ მივცემთ და იქნება სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი. გამარჯობა. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. დავითის გეგმა არის სამომავლოდ ფიტნესის ნასწავლია, გეგეც გავლილია ყველაფერი. იცის და გეგმავს მომავლოდ თქვენს დახმარებას, ამიტომ დაიმახსოვრეთ, იცოდეთ. კარგი ბიჭია. კარგი ბიჭია. დღევანდელი ჩვენი თემა არის ცოტა არაპოპულარული, მაგრამ მოთხოვნადი ხალხს აინტერესებს და არაერთმა ადამიანმა გთხოვა რომ გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან დაჩაგრული გვაქვს ეს თემა. პირადშიც ხო ძალიან იწერებია. ხო, და ამიტომ გადავწყვიტოთ მივუძღვნოთ მთელი ვრცელი ერთსაათიანი პოდკასტი ამ თემას და ეს არის წონის მომატების პრობლემები. ვიცი რომ უმეტესობას წონის კლების პრობლემა აქვს, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც მომატების პრობლემაც აქვს და მოდი გავისაუბროთ ამ თემაზე. დავითი ყავს მოწვეული, იმიტომ რომ მას თავადაც ჰქონდა პრობლემა ჰქონდა? კი. მოდი მოკლედ მოგვიყვევი. ესე იგი, ჩემი პრობლემა იყო ის, რომ ახლობით 3-4 წლის წინ ვიყავი, რამდენი 58 კილო, 56. და სიმაღლე რამდენი გაქვს? დაახლოებით 78 ეგრე 80 და ანუ წონას ვერაფრით ვერ ვიმატებდი. ანუ თან აქ პრობლემა ის ყველაფერს ვჭამდი. და წონა არ მომდა ვიღაცისთვის ეს ბედნიერებაა. ის ის არის რა. ტიპიურის მე ყველაფერს ვჭამ და ვერ ვიმატებ წონას. და მაგას რომ ვიძახოდი, აუ რა ბედნიერი ხარ და ვაფშე არ ვარ ბედნიერი. მეთქი წონის მომატება ახლა კაცი 56 კილო არ არის კაი შესახედი რა. და აქედან გამოჩნდა დარბაზი ცხოვრებაში. ანუ დარბაზით დავიწყე ყველაფერი და გამოვიარე რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი. ყველაფერი ჩემ თავზე ვცადე. თავისი ყველანაირად თავიდან გაურბოდი იმას, რომ კვება არ მინდოდა რა, დანამატები ვიყიდე, არ ვიცი, ყველაფერს ვცდილობდი, რომ არ მიჭამა ბევრი. არანაირი კალორიების თვლა და ეს მოიცა მეთქი მაგას რა გააკეთებს და მაგრამ არანაირი შედეგი არ მქონდა. გეინერი მქონდა ნაყიდი, ხო 5 კილოგრამიანი ახლა კი იციან რომ რამდენ შაქარს შეიცავს. დარბაზიდან რომ გამოვდიოდი, რძეში ვაზავებდი, მაგას ვსვავდი, ზემოდან კრეატინს ვამატებდი და საჭმელს ოღონდ ვეღარ ვჭამდი, მაგრამ შედეგი იყო 0. ჩემი ისტორიასაც მე მოვყვები, მსგავსი მქონდა მეც. არის. ერთი თვის მერე დაახლოებით მითხრეს რომ შეამოწმე წონაო და ამდენი დანამატების მერე მქონდა 1 კილო მომატებული. რამის გული გამისკდა ახლა იმდენი რაღაც გაკეთებული და მერე ნელ-ნელა ძალიან ცუდი რაღაცები გამოვიარე იმ ხრივ რომ ხო იცი ხა ვიღაც კუნთიანს რომ დაინახავ იმის აზრი რაღაც პრიორიტეტული გეჩვენება და ვიღარ ვიცი იმან საიდან მიაგნო მაგას რომ ანაკომის სუპი არისო ძალიან კარგი წონის მომატებაში. ეხლა კი ვიცი რომ ის ნახშირწყალია, მაგრამ ხო. ბოდიში ანაკომის სუპი ეს არის ხო ეს ერჯერადი. ხო, ერჯერადს რო დაასხამადუღებულს ბომბია ისე სოდიუმი იმდენია, აი ამხელა ხდება, ამხელა. ხვალ თუ გინდა რომ 5 კილოთი მეტი ყუნც 99% წყანი იქნება. ერთი ანაკომის სუპები ჭამე და იქ დირიჟაბლი გახდება. იდეაში რომ ახლა რაღაცები რომ ცოდნონ და ნახშირწყალია სხვა რამით, მაგრამ არა ანაკომი და წავედი ძალიან ბევრი ანაკომი ვიყინე და არ ვიცი დღეს ვფიქრობ როგორ გადავრჩი საერთოდ იმდენს ვჭამდი. მაგრამ მე მივხვდი რომ აღარ ქონდა მაგას შედეგი და უბრალოდ აღარ შემეძლო მაგ საზღვრობის ჭამა. და მე ნელ-ნელა მოვედი ამ კვებაზე რა, დიდი ხანი ინტერნეტში ვკითხულობდი ის და კარგი მეთქი ვცდი რა, უბრალოდ რა, დაბალანსებულ კვებას და დავიწყე ნელ-ნელა ცილა, ნახშირწყალი, ცხიმი, მინერალები და ორგანიზმი აფეთქდა. საერთოდ სხვა ფორმები წამოვიდა და უცებ რაღაც რამოდენიმე დღეში ეს კვება რო დავიწყე, მთავარი რაც იყო რა, რამაც გამოგრძელებინა ის რომ ქუჩაში მივდივარ რაღაც საქმეზე და გძნობ რომ ენერგია მაქვს ძალიან დიდი. ანუ ვარჯიშის მერე კი რაღაცები იყო ხოლმე რომ ენერგიაზე ვარ, მაგრამ მომდევნო დღეები არ მქონდა ენერგია, იმიტომ რომ ნახშირწყალს არ ვიღებდი რა ფაქტიურად ბევრს. და ენერგია მაქვს მეტი, კარგი ხასიათი მაქვს ბევრი და მე დავაკავშირე კვებასთან. მე გავანებე კვებას თავი. რომ აბა მეთქი რაღაც, რომ ეგრევე ხასიათიც რო წავიდა ყველაფერი და მოვიდა და იმის მერე მოვიწამლე და ვარ
ძალიან დიდი ხანია ერთი რამის არ დამირღვევია. ერთი კითხვა მაქვს, ბევრს ჭამდი და ვერ იმატებდი თუ აი დღეს როგორც ხვდები არ ჭამდი? როგორიც ხო, ან სავარაუდოდ არ ვჭამ. დღეში ვჭამდი ორჯერ, მაგრამ არ იყო საკმარისი რაოდენობა ის რაც უნდა მეჭამა რა. ეხლა შეიძლება შედარებით ცოტა ვჭამა, მაგრამ ვიცი რა უნდა ვჭამა, როგორ ულუფები. მაშინ ეხლა სახლში რომ მიხვალ და რაც არის ეხლა იმას რო ვერ შეჭამ. მანდ როგორ აიცი, აი ვიტყვი მეც ვისაც აი ყველას ეგრო აქვს რა, აი ძალიან ბევრს ჭამ, ყველაფერს ჭამ და ვერ ვიმატებ რა. აი ძალიან ზოგადი ისაა რა, აი რო ადგე, აწონო და დაუთვალო, კი შეიძლება ერთი დღე, ორი დღე, რაღაცა ხუთი დღე ბევრი ჭამს, მაგრამ ეგ ანუ რაღაც თვის ჭრინი ან რაღაც ორი კვირის ჭრინი რო აიღო, არის არ არსებობს ყოველთვის ისეა რომ მისთვის არასაკმარის რაოდენობას იღებს. იმას გონია რომ ორი დღე ძალიან ბევრი რო ჭამა, აი უკვე რაღაც და მეორე დღე რო არ შეჭამს, ამ ორ დღეში რაც პლუსში გავიდა, ეგრევე მინუსში გადის, ანუ სისტემატიურად უნდა სულ ძალიან ბევრით და აი რაღაცა ანაკომის სუპები და გადაჭამე და რაღაც ძალიან ბევრი ჭამე არა, სისტემატიურად უნდა რაც ორგანიზმს ჭირდება, აი მატებისთვის მაგ რაოდენობის ჭამა და ეგა მით უმეტეს თუ მე ჯანსაღს, ციlaსაც, ნახშირწყალს, ცხიმს გააკონტროლებ, ხო ორგანიზმი აი მაშინ ეგრევე აი გვასხობს და ზევით მიდის რა. ქართული რაც იყო ხოლმე ყველაზე, ანუ ვიცავ ხო რამოდენიმე დღე და ერთი დღე ჩავარდა და ეგრევე მოდიოდა წონა. აი ეგ სხვა შორის რამ ძალიან ბევრი არა, მაგრამ ყავს მოხარებული, აი ვისაც წონის მომატება უნდა და ძალიან ხშირად არის ესე რომ აი ჩვეულებრივი ამბავია რა დაძანება უწევს თავის რომ აი ეს რაოდენობა რაც საჭირო ამატებისთვის მე ძანი ჭამს და ერთი დღე ორი დღე 6 დღე უჭამიათ და ერთი დღე აი ვერ დააძალა მოეშვა ცოტა და იმ 6 დღეში რაც მოიმატა ერთ დღეში ჩამოვარდა წონა და გამოსავალი რა არის? გამოსავალი როგორ რაღაცა იცი აი ერთი კიდე აი ყველაზე დიდი შეცდომა რაც აი თავიდან უშვებენ აი ანაკომის სუპი ძალიან ექსტრემალური ერთი რაღაც საკითხარი ის იყო რა ვერსია უბრალოდ აი თავიდან ყველა ცდილობს რომ მომატება უჭირს და მოდი ახლა კვებაზე აი კვებას ყურადღებას მივაქცევ და გადადიან აი ძალიან ჯანსაღ სწორ კვებაზე მოდი რა ხორცს იმას შევწავ რაღაც მოხარშულ წიწიბურას ბრინჯა კი მესმის კარგია და მართლა ხასიათი ენერგია სულ სხვანაირად გექნება მაგრამ ცოტა რთულია აი ჯანსაღი პროდუქტებით აი პნიუში გასვლა რაც საჭიროა მის გარეშეც არ გამოდის რომ მატება კონდეს რა ნელ-ნელა მოიმატებ რა ძალიან ნელ-ნელა მე ეგეთი ნელიგზით წავედი რა შენ ცხოვრობ რა ხაფეთქება რომ აი ზემოდან კიდე რაღაცა მაგრამ აი ძალიან ნელ-ნელა გავყევი და ეხლა ვინარჩუნე შენ დაგეხმარა ძალიან რომ ვარჯიშობ კიდე ზოგი არის რომ ხო რა უბრალოდ წონის მომატება უნდა მაგრამ აი დარბაზი ხა ვარჯიში და კუნთები რაღაც აი მით უმეტეს მაგათვის აი ეს დაძანების ჭამა რთუნია და თან თუ ცდილობენ რომ სუჯანსაღი პროდუქტები ჭამონ აი ძალიან რთუნია და აი მანდ როგორ რაღაცა იცი ან ფიზიკურად არც იცი ადამიანმა ცოტა რთუნია რომ აი ცოტა ჩართოს იმაში აი რაღაც ნაყინი შეიძლება უყვარდეს ან შოკოლადი ან რაღაც თხინი შეიძლება უყვარდეს ის თხინის რაღაც შეიძლება ტკბილ რაღაცაში ამოუნებული იყოს და ეგეთი რაღაცები ძალიან ეხმარება მაგ დროს როცა გიჭირს ჭამა და აი უბრალოდ ანაკომის სუპი ყველაზე ცუდი ვერსია რა აი ხო რა აი ნაყინი შოკოლადი რაღაცა რო უყვარს და აი ჯანსაღი პროდუქტებით 90% ჭამა და 100 უნდა ჭამოს რომ მოიმატოს. აი ეს 20%, ბოლო 20% ნაყინით ან შოკოლადით ან რაღაც ტკბილით, ხილით ან რაღაცით რო ჭამოს, ძალიან დაეხმარება და შვება იქნება მისთვის რა და არ წაბორძიკდება რომ აი ძალიან რთუნია რომ დააძალა თავს 6 დღე ჭამა და ერთი დღე ჩაუვარდა და ჩამოვარდა. კიდე დააძალა ეცა და რაღაც 13 დღე ჭამა ორი კვირა გამაზა ისევ და ბუქსაობს ერთ ადგილას და მე უჩნდებათ ყველას ის რომ აი მე ვერ ვიმატებ რა ვერ არა აი არ უკვირდები და არ იცვნი და არ ჭამ საკმარის რაოდენობას რა დავით და შენ როგორი ჭამა დაიწყე ანუ ძალიან ჯანსაღში რას გვაი აი მოგვიყევი შენი მენიუ ეხა დღევანდელი გუშინდელი დღევანდელი რა ვიწყებ რთული ნახშირწყლით დილით კვერცხი თავისთავად კვერცხი არის განუყოფელი ნაწილი და ყოველთვის თან მაქვს თხილეული ნიგოზი მიწის თხილი ნიგოზი ძალიან მომწონს აი არ ვიცი ჩემზე ძალიან კარგ რაღაცებს ვაწყობ სასწაული პროდუქტია ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ცნიანად რაც რამ პროდუქტი ნიგოზი რაც დავიწყე აი არ ვიცი შეიძლება ხო იმიტომ რომ დანარჩენი საჭმელები იგივე მქონდა დატოვებული და ჯანსაღ ცხიმად ჩავიშვი ნიგოზია
არ ვიცი, აი განწყობა სამსახურში, აი ცოტა ის ხვანაირად წამოიღო რა, ის შეიძლება ვერ გადმოვწე, მაგრამ ბევრად კარგად ვიგრძენი თავი. ხო, დანარჩენი რავი, რაც არის ხო ვარჯიშისთვის აუცილებელი რაც არის, ნუ ცილა რა, ქათამი, საქონელი, თევზი ვცდილობ, რომ ომეგას გამოკვირაში ორჯერ მაინც მივიღო. აი ცოტა ნახშირწყლები მიჭირს, ნუ აი კიდე იქ მივდივარ, რომ გამხდარი ადამიანი ვინც წონას მალე იკლებს, ძალიან რთულია ბევრი სჭამა. და ნახშირწყლის მით უმეტეს. ეხლა კილოგრამზე დაახლოებით ვცდილობ ხოლმე, რომ 3-4 გრამი მივიღო და ჩემთვის რთულია, მაგრამ როცა მჭირდება და მიზანი მაქვს. ნახშირწყალში გულისხმობ ბურღულეულს უფრო ალბათ? ბრინჯი, ბასმათი, თეთრი ყავისფერი, შავი. ანუ ვცდილობ რომ ვარჯიშის დღეს თეთრი ბრინჯი მივიღო, რომ შედარებით კუნთები მალე შეივსოს, აიწიოს იმან გლუკოზა. ჩვეულებრივ დღეს ყავისფერი, რომ იმის ნელა წევს, ასევე წიწიბურა, კარტოფილი, ბატატი. აი იდეაში როგორ რაღაც გამოდის, ეს ისეთი პროდუქტები, აი ვინც წონის დაკნებას ცდილობს რაღაცა, იქ უყვარს ყველაზე მეტად რა. მაგათი შეზღუდვა უჭირს. აი როგორი რაღაც პარადოქსულის გამოდის, რომ ვისაც წონის მომატება გამოდის, აი ნახშირწყლები, აი თითქოს ყველა ადამიანისთვის, ზოგადად ყველა ადამიანის საყვარელი პროდუქტების ჭამა ჭირს რა. მაგრამ აი ეგ აი ვერ იაზრებს აი 99% რომ აი როგორ შეიძლება რომ აი ეგეთ პროდუქტები რა ბრინჯი მაკარონი რაღაც პური ყველას უყვარს და აი ვეღარ ჭამდე რა აღარ გინდოდეს გირჩულებოდეს ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე რომ აი იმ ადამიანს თქვა არ ვიცი რა შეიძლება 30 წლის 35 წლის რაღაც წნებია თითქოს თენი თავის ცხოვრებაა რომ აი დეფიციტშია აკნია სუჭამა უნდა სუ თავის თავს ებრძვის რაღაცა და აი ვერ წარმოუდგენია რა ვერ არის მისუნი იმ მდგომარეობამდე რომ აი რო არ გშია და რომ უნდა ჭამო რა რო არ გშია და აი ძალიან ბევრი რომ უნდა ჭამო აი ყველაზე მარტივი აი ხა რაც შემინია მაგალითად მოვიყვანო აი რაღაც პროდუქტი კონკრეტული არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერად ძალიან რო გიყვარს რა და სად ყოველდღე რო ჭამ ხო სხვა გემოაქვს რა და მოდი აი ეს კონკრეტული პროდუქტი არც დაკნება ეცადო არც დეფიციტი ეგ კონკრეტული პროდუქტი ერთი თვე არ ჭამო და მე გასინჯე რანაირი გემოიქნება რა ეგრე არიან ის ხალხი რა რაღაც სულ ცდილობს რაც უყვარს მოიკლოს და სასაუნო უჭირს ძალიან სასწაული გემოქ იმ პროდუქტს და ვერაზოს აი პირიქით ვისაც მომატება უნდა აი ძალით ყოველდღე გავიგე რაღაც პროდუქტები მეც ჩემ კონკრეტულ მაგაზინზე რო თქვა რაღაც პროდუქტები არის რომ რაღაც პური მიყვარს ძალიან ყვერნი მიყვარს ძალიან ხო აი ყოველდღე ძალით რო გიწევს პურის ყვერნის რაღაც უკვე რო აღარ გინდა და მაინც კიდე ბევრი ჭამა აი საყვარელი პროდუქტიც გზიზღდებას ვერ ვიყო რა აღარ გინდა რა ანუ გამეშვით აღარ შენ გაქვს საყვარელი პროდუქტი ამიტაბზე უკვე არა ისე მაქვს ისე სწორხაზოვნად მივდივარ ვარჯიშის გამო იმდენად მიყვარს ვარჯიში და ის შეგრძნებები რომ საჭმელს ძირითადად აღარ უყურებ აი ძალიან უშველა ვარჯიშის ამბავი და მე მით უმეტეს ეხლა ნუტრიციოლოგის ამბავი და უფრო ღრმად რო იცი ცილა ცხიმი ნახშირწყალი მე უკვე საჭმელს მარტო ისე ვეღარ ხო აი ეგ არის ზუსტად სუფრაზეც რა ხა ქართველები ვარ დრო ხვდები სუფრაზე ცილა ცხიმი რა ანუ ძალიან სხვანაირად უყურებ მაგას ეხა არ ვამჟღავნებ ხო იმიტომ რომ შეიძლება ვერ გაიგებს მაგას ხო რა ცოტა სხვანაირად უყურებ ყველაფერს რა და ამ კურსის მერე თავიდან რომ მივედი თან მედია შეჭმული ყავდა მედია ის როგორ ამ კურსის მერე ძალიან დამემატა ეგ ყველაფერს სხვანაირად რა როგორ უნდა მივიღო ეგ ამბავი რა და აი რა სჭამდი მაშინ? აი მაშინ ბურგერებს სჭამდი, პიცას და ეგეთ რაღაცებს? და ეხლა საერთოდ არა, ეხლა საერთოდ აღარ ვიღებ. კბილეულს? კბილეული კი. იღებ. ძალიან მიყვარს. ანუ უგონ ცოტა რაოდენობით, რა, დიდი რაოდენობით არა. კბილეულზე მაქვს ისეთი მოთხოვნილება, რომ აი ჭამის მერე, აი წოდნავაც რომ მივიღებ, всё, მერე მივლის. მაგრამ თან ისე არა ანუ აი ვინც აი ვარჯიშობს სისტემატურად აი თქვა არ იცის აი ვარჯიშის სპეციფიკა ვარჯიში და ჭამა ერთმანეთთან რა როგორზე გავლენას ახდენს ცოტა რთული გასაგებია თუ ისე აი ტკბილი რო ახსენე ან რაღაც სტრაფი ნახშირწყალი კამფეტი იქნება ნაყინი იქნება თუ რაღაც ეგეთია აი ვარჯიშის წინ ვარჯიშის მერე მაგი ანუ ცუდი კი არა პირიქით ზოგჯერ გააჩნია ვარჯიშის მიზანი რა გაქო ერთი ბანანი და რამე პატარა შოკოლადი რომ ის ინსულინი პაიკი გამოიწვიოს რომ ერთი საათი ნახევრის განმავლობაში მაგარი ენერგია. ხო, რა. კი მე მინახავს ჟელიბონებს ჭამა. ვარჯიშის პროცესი სტრაფი ნახშირწყალი რა. თითქოს
ჩვეულებრივი რაღაც ზოგადად ადამიანის წარმოდგენაში ცუდი პროდუქტი ვარჯიში გეხმარება და უფრო კარგ შედეს და უფრო ანუ ცოტა ვერ იაზრებენ მაგას, მაგრამ ახლა ხო რა უკვე ძალიან მარტივი ამ პრობლემის თამაშების დროს თუნდაც ჩოგბურთის დროს ხო არის რომ ჩერდებიან და იმას ერთი ჟენის რო აქ გელ რაღაც ტბინი სუ შაქარი და ის არის ხო რა ხეხურჩიც ბევრჯერ ყოფილა რომ წვრთნელს ბანანი მიუცია შუა თამაში რომ დიდი ხანით უგრძელდება ფიზიკური დატვირთვა ოკეი კარგი სანდრო ახლა შენ გითხარი ანუ ეს პრობლემა არ ვიცი დავარქვა თუ არა ზოგადად ეს სიტყვა არ მეყვარს მაგრამ სწრაფი მეტაბოლიზმი აქვს ანუ ნიშნავს მაგას ხო? კი და ეგ ისეთი და პრობლემაა ანუ სწრაფი მეტაბოლიზმიც პრობლემაა მაგას ვიტყვი რა ზუსტად რა აი მეტაბოლიზმი აი სწრაფი მეტაბოლიზმი როგონია ხალხს რო აი როგორც თქვა დავით მაგრამ აი აუ ნეტა მეცესე მქონდეს ვერ იაზრებენ ვერ აკავშირებენ მაშინ იქნებოდი გამხდარი და ჭამა იმდენის ჭამა შეგიძლია და ანუ როგორც თქვა რაღაც ისე სიამოვნებას არ განიჭებს ჭამა და თქვათ რომ დაიგეგმო და აი როგორც დავით მოუნდა მოდი აბა რაღაც არ მომწონს გამხდარი ვარ და მოვიმატებ წონას რო შეადარო ეგ მეორე ადამიანს რაღაც ცოტა მსუქნათ რომ მოდი დავიკნებ აი ეს მომატება ვისაც უნდა 10 ჯერ მინიმუმ თუ 100 ჯერ არა უფრო რთულია რა აი ფიზიკურად რასაც შიმშინი და აი ღებინებამდე ჭამა ქვია ეს ორი რო შეადარო მეორევე გამომიწდია შიმშინის გზნობა ბევრად ფიზიკურად ასატანიც არის უფრო რა აი სად რაღაც ერთი ძალიან დიდი თებში თუნდაც ბურგერი იყოს თუ ხინკანი თუ ყავისფერი ბრინჯი და ჯანსაღი უკვე რა აი აქ გაქვს საჭმელი და გინტკბინი მეც ჩემი ადრე ეპიზოდში მეთქვა ჩიზკეიკი მგონდა ეგ აი უკვე რა აი აქ გაქვს და კიდე ერთი 20 კოვზი რაღაცა რომ უნდა ჭამო ყოველთვის ვიყავებდი თავს რა ხო უნდა ჭამო თუ გინდა რომ ეს იყო უნდა ჭამო მე ეგ შეგრძნება რა და ეგ რო ავიღოთ რა და ზოგადად რო შევაფასოთ ნელი მეტაბოლიზმი ცოტა სჭამდა სწრაფი მეტაბოლიზმი ბევრი ჭამა შეგიძლია ყველას ჯობია საშუალო აი შუაში რო იყო რომ ნუ თუ მოგინდათ ცოტა შეიზღუდავ თავს და წამოხვალ თუ აი რაღაც მიზნზევით მოგინდა რომ აი კონტები რაღაცას მოვიმატო ღებინებამდე არ გიწევს ჭამა ცოტა ჩაანაცვლებ ხან რაღაცა ნიგოს მიიღებ ცოტა ისეთ პროდუქტს კალორიულს და მარტივად მიდიხარ ზევით აი გეხმარება რომ ცოტა კარდიოს და ცოტა კიდე თუ გაზრდი დატვირთოს შედარებით მარტივად ჭამა აი მაგებს ნელ-ნელა სწავლობ რა. ეხლა ის თუ არ შემეწო რაღაც ულუფის ჭამა. ცოტა კარდიო რო დავამატე, მე ხა რაღაც მარტივად ვქენი და შენ აკეთებ მაგ კითხვის დასმაც მინდა და კარდიოს აკეთებ, მომატებაზეც აკეთებენ ანუ კარდიოს. უკვე გათვისნობიორებული რო გაქვს ეხლა ის ტრენერობის ამბავიც მესმის, ეხლა სანდროსთან კურსი გავიარე, ანუ რა ენერგიასაც დახარჯავ. იმას თუ მიიღებ, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენიც გინდა ირბინე, ანუ ჯარისკაცები გვინახია ხო? ანუ ჯარში რა, როგორ ფორმაში არის, არა და როგორი ფიზიკური დატვირთვა, ძირითადად კარდიო ვარჯიშები მიდის. და დღეში როგორ ფორმაში არის. თავარია აღიდგინო ის ყველაფერი და ის კალორია მიიღო და სირბილი და კარდიო არ უშლის ხელს არანაირად. ხო, აი ისეთი რაღაცა რა, ვიღაცას ეგონება ხარ, რომ ანუ მე შენ მეუბნები მეტი კალორია მიიღე და ვარჯიშო გავაკეთე უწვავ კალორიას, მაგრამ აი მეც რო ჭამ, ამ საჭმელსაც ხო გადამუშავება შეწოვა უნდა. აი ფიზიკური აქტივობით თითქოს კალორიას წვავ, ანუ ნაკლებს მეტის ჭამა გიწევს კიდე, მაგრამ ისე ხდება გადამუშავა ორგანიზმს ეხმარები რომ ეს რა ჭამე მარტივად გადამუშავოს, შეიწოვოს და მე ისევ მოგთხოვოს რომ მომეციო. ცოტა კუჭიც ისე დიდი, ანუ ის ბევრად ნაკლებად გაქვს, აი ყელში ამომივიდა, აღარ შემიძლია, ის შეგრძნება და კიდე რო ვარჯიშობ, ცოტა აი როგორც თქვათ რა, რაღაც ჩაინექასავი, მარტივად ადგინი გიჩდება რომ კიდე უფრო მარტივად ჭამოს ზედმეტი ასე ვთქვათ რა. ეს სწრაფი მეტაბოლიზმი და ნელი მეტაბოლიზმი კიდე ასე თუ ისე მივხვდი მე არ ვიცი შეგმითხარი სწორი ვარ თუ არა რომ ცხოვრების სტილიდან გამომდინარე შეიძლება იყოს და რაღაც დაბადებიდან ალბათ არ გაქვს ეგეთი და ეს სწრაფი მეტაბოლიზმი დაბადებიდან მოდის თუ როგორ გენეტიკურია დიწილად მაგრამ თან ზეგაუნას ახდენს ცხოვრების სტილი რა. ანუ შეიძლება იცი როგორ რაღაც თქვა მე პირადად საშუალოში ვარ რა ის მარციკით არცაკით ასე ვთქვათ ცოტა მეც თუ ჭამ. ნუ რაღაც რაოდენობა კილოგრამს ასე თუ ისე მარტივად ვიმატებ. რაღაც აი 5-6 კილოს ფარგლებში და ცოტა თუ შევიზღუდე წონის დაკნევას რაღაც შიმშინი
არ მიწევს და მარტივად შემიძლია. მაგრამ მე რო თქვათ აი ძალიან არაჯანსაღა და ძალიან არასწორი ცხოვრების სტილით მეცხოვრა მთელი ცხოვრება დიდი შანსი იყო რომ შემნენებოდა ცოტა მეტაბოლიზმი აი არ მევარჯიშა რაღაც ცუდ ცხოვრების სტილში რაღაც გვიან ცუდი საკვები მეჭამა გვიან მეჭამა წყანი არ დამენია მოკეთე რომ ეხლა რასაც ვაკეთებ ყველაფერი იმის საპირისპირო გამეკეთებინა და ძალიან დიდი შანსი იყო რომ ნენი მეტაბოლიზმისკენ გადავწევნო. ეხა პირიქით რა თქვა რაღაც აქტიურად ვარჯიშობ ჯანსაღ პროდუქტებს ჭამ ჯანსაღად ვცდილობ რომ ვიცხოვრო აი უფრო ცოტა სწრაფისკენ გადავედისავით და მაგიტო გამიჭირდა მეც აი ჩემ მაგანიც ვიტყვით ხო მომატება მინდოდა მეც რო აი თავიდან რო ვარჯიშს დავიწყე რაღაცა ვარჯიშს რო იწყებ ბიჭისთვის მithumedes კუნთის გაზდა ხო ეგ არის წმინდაზე რაღაცა სხვა ანუ თავარი მიზანი იგაა და მეთქი მეც აი კუნთებს რაღაც გავიზდი ესე იგი კუნთის გაზდისთვის ნუ წონა უნდა მოიმატო ფიზიკურად ისე ვერ წონა მოიმატო ბევრი უნდა ვჭამო და დავაი გადავწყვიტე რომ ბევრ შევჭამ მეც და ნუ თავიდან რაღაც დავიწყე ცოტა მეტი კაი 1 კილო 2 კილო რაღაც 5 კილო მოვიმატე მაგრამ თან აი მაგასაც ვიტყვი რა აი კუნთის მატება ესე ბევრი ჭამე და ვიღაცას თუ ეგონა კუნთები ესე გაგეზდება მარტო კუნთის გაზდა ძალიან რწუნია რა ცხიმიც გეზდება ცოტა მე ვიძახი ადრე სანამ ნუ მეც აი პრაქტიკას გავიგებდი რა როგორ თურმე და უჭამ წონა მომემატა ცხიმიც მომატება მე მგონია რომ ჩემ წარმოსახვისში რომ კუნთები უნდა გამომეკვეთოს გამომებურცოს რაღაც დაკუნთული არა უფრო დიდი გავიჩნდე მაგრამ აი ეს კუნთები კი არა და დიდი ბორცვით გავიჭრე რა ვახ მეთქი ეგრე კუნთები არ მეძდება ესე იგი არ ვჭამ საკმარის კიდე უნდა გავდიდე და ამ კიდე გავდიდეს ჭამაში ბოლოს მახსოვს 4500 თუ 5000 კალორიას ჭამდი მეც ახლა რო ვთქვა რომ ჭამა არ მეყვარს აი თაჯი ჭამაზე შემიძლია რომ აი ბევრი ჭამ აი იმდენად ყელში მქონდა აი 5000 კალორიას იღებენ რა ისინი სტრონგმენები და ისინი ნუ საკმაოდ ბევრია და თან ნუ ხო რა აქტიური სპორტსმენი სხვა და მე რაღაც ჯიმში რო ვარჯიშობდი 1 საათი საერთოდ სხვა რაღაცა რა და აი ძალიან მიჭირდა აი უკვე რო აღარ შემეძლო კოლს ჩავიდუდი ხო აკლაპე ხა დროზე და ნუ მაინც აი რაღაცა 80 და რაღაცა 5-7 კილოს მეტი ვერ მომეტო მივხვდი რომ რაღაცას ნუ უაზრობას ვაკეთებდი აზრი არ ქონდა და მithumedes მე რო ვთქვი ხა ჩემ თავზე რომ საშუალო ვიღაცას ვისაც მაღალი მეტაბოლიზმი აქვს 5 კი არა ზოგს 7-ის ჭამაც უწევს თან სისტემატიურად ერთი და ორი დღე 7 ბურგერები პიცები რაღაცა ყველა მაგრამ ყოველ დღე ბურგერები პიცები და რო არ გშია ძალით რომ უნდა ჭამო აი მე უკვე აღარ გინდა არც არაფერი გიყვარს და მე ყველაზე პრაქტიკული მაგალითიდან ანუ ვეძებ ჩემი საფიქრანი რა იყო რომ ექსპერტის ეხაც აი ცოტა რომ მიჭირს მომატე არაფერი რო არ გინდა რა ხო არის აი დიეტაზე რო ხარ წონის დაკრება და რაღაც პროდუქტი გენატრება და ნუ ცოტა მაღალი კალორიები აი პირიქით მომატება რო გინდა არაფერი არ გენატრება არაფრის ჭამა არ გინდა რომ მოდის უბრალოდ გიზარი არ გინდა რომ როგორ ფიქრობ რომ ეხა მარკეტში წავიდე და რა ვჭამო ისეთი რომ ცოტა მაინც მესიამონოს და თან მარტივად ამიგროვდეს 1-2000 აი რას შევჭამ ხო და თხინიც ყოველდღე თხინი რავი ძალიან უნდა გიყვარდეს და მე ან ბურბუშელაო ხან რაღაცა რომ ანუ არ მინდოდა ჭამა რა მარტივად და სწრაფად რა შეიჭმეოდა 2000 კალორიის მაგას ფიქრობდი ეგ იყო ჩემი საფიქრანი რითი ამეგროვებინა ну რა თქვა აი მაგხრი მე ნებისყოფა ძალიან ძლიერი მქონდა რომ მითხრან რომ აი ქვაწვი მის წყალში კაია მიიღე და გამოგან აი ძალიან სწორხაზოვნად შემიძლია მაგხრი არ შემიძლია მაგრამ იმენა არ გავჩერდი რეალურად შენ წონა მოიმატა და ეხლა კარგ ფორმაში ხარ ხო როგორც მეც ხედავ და მაყურებელს დაგინახავს სისტემატურობა იყო ყველაზე მთავარი დისციპლინა ანუ ყოველ დღე ერთი და იგივე საათი აწვევი რამდენი წელია აუ ისე ჩავარდნებით დიდი წელია, მაგრამ 2-3 წელია დაახლოებით. ჩავარდნის გარეშე? 3 წელია ჩავარდნა არ გქონდა. არა, ჩავარდნაში ძახს ან წონის ამბავი რაღაც ხო რა, ეგ. მაგრამ იხო სხვათა შორის ზაფხულში ხა ხო ყველას დასვენება მიყვარს 2 კვირა
აი ეს ამოტრიალებულ რეჟიმში ხო. იყო და 1 კილო არ მქონია დაკლებული. ხო. უკვე მიეჩვია ორგანიზმი. ეგეც აი ნელი მატება რო წავიდა ორგანიზმი ადაპტირდა. აბა ეხლა სანდროსთან ეს ბევრი თუ გავია. ეგააკეთე, მე რა ჩამოვა. მე ჩამოვა. აი ეგ ეგ როგორც მაშიც ეგრეა, წინა ხო. ეპიზოდში გონევრულ კვებაზე რო თავიდან რო უყურებს და იმ არ ჩამოდის. თავიდან მე აი, რო აი არ ადის სისტემატიურად უბრალოდ. თვეები და მე უკვე შენთვის შოვნებრივია კუჭიც გეზდება რაღაც ორგანიზმიც ხო, გთხოვს და აი ანუ ეგ ორი კვირის მერე მეშინონდა ეს სწორზე დადგომა. აუ ეხლა მეთქი ყველაფერი წყალში ჩავყარე და რო დავდექი და ის წონა იყო რაც მინდოდა. ნუ 3 წელი რო ადამიანს ეკეთებს იმდენი 2 კვირა ტანჯვა. ვერაფერს ვერ უზამს და აი ეგ არის ძალიან კარგი. რამდენი მოიმატე ანუ ჯამში? ვიყავი 58 და დაახლოებით ეხლა ვარ 80-22 კილო. ხო 22 58 ალბათ ძალიან გამختარია. ძალიან აი ყველა სახსოვს ჩემ გარშემო აი ძალიან ზედმეტად გამختარი ვიყავ. თან ერთი ზაფხული იყო ახლა როცა მოზარდი ხარ უცებ გავიზარდე. და ამჟამად ყველგან ძულები მეტყობა და ლოყები შეცვენილი და საშინელება იყო რა. და გაკომპლექსებს მე ეს ყველაფერი რო ხენავ ახლა შენი ასაკის ვიღაც კარგად გამოიყურება ისინი და შენ ჯოხივით დადიხარ. მაგრამ აი კიდე ერთ სიტყვი დავიც რო არ ევარჯიშა უბრალოდ წონა და აი თქვა დარბაში ვარჯიშ კუნთების ვიზუალურად ეხა ფანტასტიკურად გამოიყურება ძალიან დიდი შანსია რომ აი მასე 22 კილოს რო არ ვარჯიშობ ისე რომ მოიმატო ცოტა ღირშიც და გვერდებშიც და ყველაფერში ჩემი გენეტიკაც ძალიან მიხმარება იმაში რომ არასდროს გრამ ცხიმს არ ვიმატო. გამორიცხულია ცხიმი მომიმატო. აი არსად ცხულის არცეთ წერტილში რა. სულ აი მთელი ის გამოვიდა რომ კუნთით მომიმატო. მაგ მხრივ ყოფილ ხარ? ყველას ესე ყველას ეხა თქვენ ხო რა თქვენ ხალხს ყველას არ ეგონოს რომ მეც არ ვარ ესე რა. აი როგორც კი აი წონას შენს ვაგერ დამერწმუნები, აი წონას ეხა ზამთარში ვცდილობ რომ ცოტა მოემატო კონტური მასა გავიზარდო, ცხიმიც აუცილებლად გვერდები გამონდის, მუცელი ცოტა. ხო რა, უმეტესობა ადამიანი როგორც ეგ მეტაბოლიზმი თქვით რომ გენეტიკურად ძირითადად აი მაღალი გექნება დაბალი რაღაც. აი ეგრე არის რომ აი შეიძლება ზუსტად ერთი და იგივე ვარჯიშებს მეც დავითმა გავაკეთოს, დავით ბევრად სხვანაირად განვითარდეს კონტური მასის განვითარებაც ну რა თქმა უნდა ცხოვრების სტილზე და როგორ სწორად იზამ მაგაზე, მაგრამ გენეტიკაზე ძალიან არის დამოკიდებული, რომ მართლა არიან ისეთი ადამიანები, რომ გენეტიკურად აი ორი თვე ერთი და იგივე ზუსტად ყველაფერი ერთ და იგივე გავაკეთოთ და იმან შეიძლება რაღაც ძალიან ისე და მე მაგ ხრი მე დიდად აი დამეც როგი აი მოვარჯიში ადამიანი აი გამორიცხულია რომ ვინ სისტემატიურად იცავს და უნდა კონდა რომ ყვებასთან გადაკვეთა არ კონდეს აი აუცილებლად მიდიხარ რა ეხლა დარბაზში ეხლა სანდროც კი გამოცდილი ამ სფეროში ეხლა იქ აკვირდები რა ადამიანებს და ეხლა ერთი და იგივე დროს რო დადიხარ ცნობ ხალხს რა ძალიან ბევრია ისეთი რომ აი 3 წლის წინ რო ხედავ ზუსტად ისე. მაგრამ ვარჯიშობს, კარგად ვარჯიშობს, კარგ მოძრაობებს აკეთებს ის, მაგრამ არა, ტანი იგივეა. მან უკვე ყვებას ვარსაკი. ეგ მეც სუთავიდა რომ დავიწყე, ხო, ვარჯიში რა თქმა უნდა უფრო ადრე დავიწყე ვიდრე ყვება, ყვების თეორია აი ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი და ესე იგი სადღაც აი 70-დან 75-ში მოძრაობდი სულ რა. ვიზუალი ეგ ვარჯიშის ფონზე რაც მქონდა და ყვება რო ჩავრცე წონა იგივე დამჭა და ვიზუალი საერთოდ სხვა ადამიანი გავხდი და მე მივხვდი მან პირველად მეც რო თურმე ყვება რასაც აღუნებს ახდენს რამე აი გიფიქრია ხა ჩვენ არავინ ვართ აქ ექიმი და ენდოკრინოლოგი მაგრამ მაინც ვიკითხავ როცა წონას ვერ იმატებდი რომ აი რამე ჰორმონი გაკლია ამ პირიქით მეტი გაქვს ან რაღაც ანალიზები გაგიკეთებია თუ ანალიზები ესე არ გამიკეთებია მაგრამ ის ძველ თაობაში იყო რაღაც ისინი რჩევები რომ აი ვიტამინები გაკლია ოღონდ რა ვიტამინი გაკლია არ იცი და მეც აფთიაქში მივედი რამოდენიმე ვიტამინები რომ მომწეთ რომ მოვიმატო მეთქი და რაღაც ფუტკრის რძე თუ რაღაც ისო ანუ შეიძლება არ არის ისისუნალე მაგრამ ეხლა ჩემ მდგომარეობაში საერთოდ არ დამეხმარა და რა ვაგროვებ ფული და ვიყიდე და არაფერი შედეგი სავარაუდოდ ეგ მეც ყველას გაუგია სავარაუდოდ ეგ არ დავფიქრები რა არ მიცდია ახსნა რა ეხა ამ წამს აი ვიტამინები გაკნიაში სავარაუდოდ გულისხმობდნენ რომ ანუ საკვებს არ ჭამ რაოდენობას და ეს ვიტამინი ისევ გაკნიან რაღაც ვაშში ხო რაღაც ვიტამინი ფორცუღას ვიტამინი რაღაც ხორცი ყველა პროდუქტში თავის და აი
საკმარის რაოდენობა პროდუქტს არ ჭამ და იქ რო ვიტამინები არ ყოფნის რა. ანუ კალორია გაკლია. ანუ მაგას იძახდნენ რა, ხო, ვერ იაზრებდნენ, ვერაცნობერები, მაგრამ საკმარის კალორიას არ იღებდიო, აი იგუნის ხმოდა ვიტამინები გაკლიაში რა. და რაი წონის კლებაზე მაგალითად ძალიან მოქმედებს უძილობა, სტრესი და შემდეგ და აქაც ეგრეა თუ აქ არაფერი არ მოქმედებს უბრალოდ მეტაბოლიზმი. ანუ კი რა ეხა ძილის სტრესი რა თქმა უნდა მოქმედებს, იმიტომ რომ ცუდად ცუდი ძილი გაქვს, დარბაშიც არ გაქვს კარგი დღე და რაღაც ის мотиваციაც ქვევით ჩამოდის და წონაც უეჭვა, აი აუცილებლად წამოვაქვევით რა, აუცილებლად აი სწორედ ამ იმან რა ყვება. ძილიც მომიწესრიგა და აი ყველაფერი დამილაგდა ანუ ენერგია მოქცა ძალიან ანუ საჭმლისგან ანუ პირველად ვიგრძენი რომ ვიღებ ენერგიას და რა ის რომ შეჭამ და იძინებ ეგრევე რომ გეძინება რა ის ინსულინი რომ გარბის ყვირის და ეგრე არა რომ შეჭამ დაბალანსებულად კარგად და ენერგიაზე ხარ აღარ გინდა ძილი ძალიან და აი მაგ ამიტომ ყველას გირჩევთ აი ვისაც ცოტა წონის პრობლემა რაღაც გაქვს და მომატება გეგმაში ფიქრო აი აუცილებლად ვარჯიშის ამბავიც როგორმენაირი ფიზიკური დატვირთვა თუ აუცილებლად იქონიეთ იმაში რომ არის ფიქრობთ ის რომ აი ხა მე ფიზიკურად ისედაც აი რაც თქვი რა რომ დავხარჯავ კალორიას პირიქით მეტი უნდა არა დაგეხმარებათ რა დაგეხმარებათ ფიზიკური აქტივობა აი მეტის ჭამაში მარტივად და ყველაზე მარტივი სიტყვით რო თქვა მეტის ჭამაში მარტივად შეჭამთ უფრო მეც ვარჯიშ მაგაში დაგეხმარება ძალიან რა და ეცადეთ რომ აი ვიზუალურადაც ხო რა თქმა უნდა არის რომ არასწორი წარმოდგენები აუ მე მაგის დროსა მაგრამ და კვირაში გჭირდება დაახლოებით 3 საათი მაგის დროსა შენი თავისთვის გჭირდება მაგ ძალიან ბევრს აქვს და მაგაზე აქვს სანდრო სულონი ბოლო 20 წუთი როგორ არის სახში ვარჯიშს რუსად ბოლო ადექი და უმოძრავ რეჟიმი თუ გაქვს საღამოს გაისეირნე მაინც ცოტა ну მან ძალიან ბევრ მიზეზებს იგონებს ხალხი, ოღონ თავის თავს უგონებენ აჩვენა. ნელა ესე კი ხდება და მივდივართ მაინც დრო უნდა ყველა ვარჯიშმა. არა, რა შედარება როგორ გააქტიურებულია ადამიანები ჩვენთანაც ისეა რა იაზრებს რომ აი ყვება ვარჯიში რაღაცა სწორად ცხოვრების ეს რაღაც ძალიან გამოსახდენს მას. ისე აი მაგ შეგრძნებებს რომ დაიჭერენ, მე მგონია რომ აი ერთი ვინც მოიწამლება იმით რომ აი სწორი ყვება ვარჯიში და მაგ შეგრძნებას რომ დაიჭერ, თავს რა კარგად გძნობ და სხეული, ანუ გემორჩილება, მგონია რომ ვიღარ დაანებებ მე. ალბათ ხო. რა რამდენჯერ მიცხობს აი თუნდაც რა ვიზუალურად რაღაცა შეიძლება არასწორი წარმოდგენა ქონდეს რაღაც გრანდიოზულად რაღაც სხვა მაგრამ ცხოვრების ხარისხს ოდნავ თუ დაუკვირდები შენ თავს აი ცხოვრების დავით მახსენა სამსახურში საქმე ძინის ამბავი ენერგია ანუ ყველაფერი ისე სხვანაირად გაქვს რომ აი ხასიათი შეგრძნება ელემენტარული რო გამოდიხარ ას მაგათ ენერგიაზე ხარ ბრძნო და ხასიათი გისწორდება ძალიან ნუ ხო მე ზუსტად ცხოვრების ხარისხი ზევით არის რა შენ დღეს ყავარული შემოგთავაზეთ თქვი არ ვსვამო რატო საერთოდ არასდროს არ დაგილევია ანუ ძალიან მოქმედებს ჩემზე ყავა აი გულის ძალიან მიჩქარდება ყავაზე და იგი იმას სვამ ხოლმე ვარჯიშის წინ pre-workout ჩემ pre-workout-ი არის ბანანი და პატარა შოკოლადი სიგარეტსაც ალბათ არ ეწეოდი რომ აი ვეწეოდი სიგარეტს აი ვინც ეწევა ისინი უფრო ნაკლებად იმატებენ ხოლმე ხო რა ის ცალკე ამბავია როგორი რთულია ეგ ყველაფერი აი ვარჯი ანუ ბევრი არის რომ ფორმაშია ჩვეულებრივ და იწევა სიგარეტი კი და რამდენი ტრენერი დამინახი ერთი წამი მოვალ და აი კიდე ცალკე თემა ძალიან მიჭარ ენერგიას ყველაფერს ანუ ხასიათს გართმევს რა სიგარეტი და აი რამდენი 2 წელი გავიდა უკვე თქვი და იმის მერე ხელი აღარ მომიკიდია სიგარეტი. ნუ ეხა ისეთი ცხოვრებით ცხოვრობ ალბათ უკვე ხო მაგ ისე ეგ ხო რა ძალიან ხო ხშირად არის რომ ყავას სიგარეტი ქშია რაღაცა მოწევდანებ და ასე შემშეძლება გიქრება და ეგ პირიქითაც იმას ემატება რომ მადას გიქვეით წარმოიდგინე მე იმ პერიოდში ვარ რომ რაღაც 3500 კალორია უნდა მივიღო და თან სიგარეტს ვეწევი და ანუ სრული ჯოჯოხეთი იყო არც უნებს ძალიან კი ყავაც ართულას მაგიტო ვიკითხე ნუ ვისთვის როგორ მაგრამ ზოგადად ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად სიგარეტს თავი დავანებე და წონა სიგარეტს თავი დაანებე რომ მადა ცოტა შენ ვიცი 1 გრამი არ მომიმატებია სიგარეტს რომ დავანებე თავი აი იმ ძალიან ბევრი სანდროს ძალიან ხო ძალიან დიდი ბაზა კლიენტის აი იმდენი იწერება 10 კილო 12 კილო მომიმატე და ვერ იკლებენ მადა მოემატა და ერთ-ერთი ის ეგეც იყო რომ მეთქი იქნება მით მაინც რა აზრი არ გქონდა
სანდრო, აბა შენ მითხარი რეალისტური მოლოდინი რო ქონდეს ხალხს, აი ვისაც წონის მომატება უნდა რამდენი არის თვეში რამდენი კილოს მომატება არის რეალისტური და ჯანსაღი. იცით როგორ აი გააჩნია, ჯერ ყველაფერზე ეგრე ვიძახი, მაგრამ სამწუხაროდ ეგრეა რა. ინდივიდუალურია კონკრეტულ სიტუაციას გააჩნია. აი ვარჯიშობს, არ ვარჯიშობს, უკვე განსხვავებული იქნება. მაგრამ რო აი რაღაც მაინც ზოგადი რიცხვი რაღაცა გითხარი, ერთი რო აიღო თვეში თუ კვირაში თვეში ალბათ წონასაც გააჩნია საიდან იწყებს რამდენია, მაგრამ აი 2-დან ალბათ 1-4-5 კილომდე ძალიან კაი და 5 კილო ბევრიც არის რა, 2 კილო უკვე ვარჯიშიც რო ავიღოთ და არა ვარჯიშიც აი მით უმეტეს ვარჯიშობ ცოტა კუნთის ხარჯეც ანუ ვიზუალურადაც კარგი თუმცა უმეტესობა ადამიანი ხა ვინც აიცდი 2 კილო რა ან თენითვე რო თავს აძანებს რო ძანი ჭამოს ბევრი და 2 კილო იქაც როგორც წონის დაკნების დროს ვიძახდი რომ აი ყველას ძალიან სწრაფად ეგრევე უნდა მომატების დროსაც აი უნდათ რომ რაღაცა თუ თავს ძალას დავატან და ძანით უნდა ვჭამო 1 თვე აი რაღაცა 1 თვე ვიღაც ქონ 30 კილო ანუ დღეში 1 კილო აი მე ვინც აი ესე ჩემი მეგობარი იყო აი ესე ძალიან გამხდარი და ვეუბნები სასტორს არ შეხედო და უბრალოდ ფორმებს დააკვირდი შენ და წონა იყო დაახლოებით 1 კილოთი მომატებული მაგრამ ფორმები რადიკალურად განსხვავებული იყო სავარაუდოდ კონტური მასა გაიზარდა და კონტური მასა ხომ ძიმეა ცხიმზე ვიზუალურად დიდად ხა სასტორზე წონა არა ვარ და კუნთები რო განვითარდა ეგრევე ვიზუალურად ისქნა რა იცი რა არის ალბათ იმიტომ იძახის ხალხი რო ქნებ მეტი მოვიმატო რომ 2 კილოს ერთ თვეში მოიმატებენ მე 2 დღე აღარ შეჭამს ეგ ჩამოაგდებ კი ეგ არის ყველაზე რთული მენტალური ომი გაქვს შენ თავთან რომ მოდი აღარ გავაკეთე ხო ნუ ძალიან რთულია იმიტომ რომ კლებაზე ეგრე არის მაგრამ კლებაზეც არის ხალხი ხა როგორ წუწუნებს ერთი თვე ავჭამა ესა იდეალურად ამდენი დავიკენე და ერთი ქორწილში ვიყავი და ეგრევე ეგ წონის ავარ რეალურად ყველაფერი ხა მე მაგალითად დამიკლია ხა ძალიან დიდი წონა ზუსტ არ ყოფილა მაგრამ 8 კილო მაგალითად მაქვს მოკლებული და აი მეც ზუსტად ეგრე სისტემატურობით დიდი ხანი ერთი და იგივე რაღაცის კეთებით და მე უკვე ხანდახან რომ შეჭამდე ის 2 კვირა ჩაიაგდებ თუ რაღაცა უკვე აღარ არის რა ის პრობლემა მაგრამ უნდა გააგრძელო და ეს არის მთელი ცხოვრება უნდა იყვებო ესე შენ აი ეგრე როგორ ჩაიყვებო მე ესე რომ ასეთი ისე ვიყო აი პრობლემა მან ჩდება რა დაწყებული არა აქვს და მთელი ცხოვრება ეს უნდა ვაკეთებ იცი რა არის ეს არის ძალიან ძნელი მეც ესე ვიყავი და მე სანამ სანდრომ დამაკლებინა და სანამ არ ამიხსნა როგორ არის და რანაირად არის მოლოდინი გაკაო საერთოდ დიეტაზე რო ვიყავი 2 კვირა მე რო ვამთავრებდი რატო უნდა მოვიმატო აღარ ხვდებოდი რატო უნდა მოვიმატო 2 კვირის დაკლებული ნუ ესე არის ეგ სანამ ანუ ახსნა და გაიგებ ერთია და სანამ არ შეიგრძნობ შენ თავზე აი პროცესი როგორ არის რა ხდება როგორ იმოქმედებს შენზე და მე აზროვნებითაც აი სხვანაირად როგორც გონერ უყვებაზე ვთქვი აი სხვანაირად უყურებ მაგ ამბავს რომ ან ცოტა უნდა ჭამო ან მეტი უნდა ჭამო და სისტემატიურად შეინარჩუნო თორე რაღაც და ამ სისტემატიურობას აი გააჩნია რა რაღაც პერიოდი რომ შეინარჩუნებ მე კიდე სხვანაირად აზროვნებ სხვანაირად უყურებ და შეგრძნებები რა აი რო ხვდები რომ უკვე შენ სხეულს აკონტროლ აი თუნდაც ახლა აი ჭარბწონიანი ადამიანი ავიღოთ და ძალიან გამხდარი ავიღოთ სარკეს რო გავulis აი ის არ შეხედავს თავის იმიტომ რომ არ უნდა იმას მე მქონდა ეგ რომ არ მინდა მაგრამ დღეს რო ოპა ეგრე ეგ ვინც ვარჯიშობს გიგებს სარკეს ჩემზე მეც უყურებ ოპა მოვიმატე ხო არც ერთი და ნების რამდენი გოგოც კიდე გამოდის ჩემზე სადაც აი რაღაცა მეც უყურებ აბა ჩემ ხოლმე ქუჩაში სარკე ოპა მეჩენა ოპა ხო თავი რომ მოგწონს მაგ შეგზნება აი ეგ არის ზუსტად მაგას ვეუბნებოდი 2 დღის წინ ახლა ცოტა მეც მოვიმატე და აი შენი თავი აი არანაირი საჭმელი არ ღირს იმ შეგრძნებად როცა შენი თავი მოგწონს ეგრე არის ნამდვილად ეხლა იცი ამითხარი აი ფაქტია რომ არ მოგწონდა შენი თავი ფაქტია რომ მართლა გამხდარი იყავი ახლა ხო რატო არ მიმართე პროფესიონალს აი რატო შენით რატო ებრძოდი სულ რატო არასდროს არ მოიფიქრე რომ აი ვინმესთან მისულიყავი
აი არ ვიცი მართლა გითხრა იგით დიდ პრობლემადაც არ ვთვლიდი რა უბრალოდ ვიცოდი რომ აი რაღაც ის ვარჯიში ვიცოდი აბსოლუტურად დამეხმარებოდ დარწმუნებული ვიყავი მაგაში და რომ დავიწყე ხო კი იყო რაღაც პერიოდები რომ ვერ ვიმატებდი და ის ცუდად რო ვჭამდი მაგრამ კონტინუალურად ოდნავ ფორმას მაინც იღებდა და მე ამ დროთა განმავლობაში მოვიდა ეს კვებაც რა ისე დიდ პრობლემად არ ჩამითვლია რა მაგიტო რა სავარაუდოდ ქვეცომბრად აი მაინც გააზრებული ქონა რომ აი უნდა ჭამა არ მიყვარს და მე მგონი პრობლემა ჭამის ამბავია და ვარჯიში ჭამაში ძალიან დაეხმარა და აი ვარჯიშის მე რო ჭამ ეგრევე კუნჩი მიდის და ოპა ის კუნჩი წავა და მიდი და საბოლოოდ მოვიდა შედეგი აი გზადაგზა რა რატო არის რომ დამწყებებმა აი ბევრი უნდა კითხო რა გამოცდილ ადამიანს მე მწვენოდა რომ ეკითხა ვინმეს და ახლა ისე შეხვარ შემომხედავს მეთქი ამას უხსენი და ვიღაცისგან ახლა ის ანაკომზე გავიგე იფცადე და ვიღაცისგან გავიგე აი ძალიან ლამაზი დაკუნთული ტრენერისგან მე მივხვდი რატო ქონდა ეგ კუნთები ვარჯი ის ჭამა საერთოდ არაფერი არ არის თავარია კარგად ივარჯიშო ვაკლავდით რა დარბაზიდან ეს გამოვდიონი და მე ეს ვარჯიში ხო სტრესია ორგანიზმისთვის ნერვული სისტემა ისე გიძინება და მაგით ცალკე თავი მოვიკან და ნუ მე ნელ-ნელა მოვედი და ის ცოდნა მაგრად გეხმარება რა დღეს ჩემი ფიტნეს ინსტრუქტორის იმით ცოდნით და ის სანდროს აი ეს სანდროს პროგრამით არ ვიცი რასაც მინდა იმას უსწავ ჩემთვის აი ეს სხვა შორის ისაა რა შენ თავშიც ანუ თვითდაჯერებული რაღაც ისე ხარ რა სხვანაირად გზნობ თავს უფრო ისე ხარ რა რაღაც ამყარად არა თან იმასაც რო იაზრებ რომ აი როცა რა მოგინდება აი როგორც თქვა მომინდება მოვიმატებ მომინდება ზამთარში რაღაც 5 კილოметრი მეტი ვიქნები ზაფხულში გუბიკები მექნება აი ეგ რო შენი თავის გაკონტროლება შეგიძლია და რო რამე მიზანი დაიწყო ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო და აი trusted process რასაც ვიძახით რა აი ეგ მოდის მაგცოდნით და მაგამოცდნებით და მე უკვე თუნდაც რა აი რაღაცა მოხდეს ცხოვრებაში 2 კვირა ჩავარდნა ერთი თვე ჩავარდნა სუ იცი რა აი მაგ შეგრძნებას ვერ გარცმევს ვერავინ რომ როგორც კი რა ყველაფერი იცი მოინდომე გააკეთებ ხო სასწორზე დავდექი 1 კილო დაკლამო ზუსტად ვიცი რატომ დაგნაკლამი იმიტომ რომ იქ რაღაცა მოვაკელი იმას და ჩავამატებ ისე მოვიმატებ ანუ თქვენ ახლა აი შენ სანდრო შენი კლიენტები შენი კლიენტების 99% ალბათ არის ვისაც დაკლება უნდა ისინი გეკითხებიან რომ აუცილებელი იმიტომ სანდრო დიდი ხანი უკვე აღარ ავარჯიშებს არც ესე ვარჯიშებს აღარ წერს და ასე შემდეგ ანუ მხოლოდ კვებაზეა და კითხვას გისვამენ რომ დავიკლებ თუ არა მხოლოდ კვებით და ნუ შენი პასუხი უმეტეს შემთხვევაში არის რა თქმა უნდა დაიკლებ რა თქმა უნდა ახლა ვარჯიშს და ფიზიკურ აქტივობასაფერი არ ჯობია მაგრამ დაიკლებ არის თუ არა იგივე პასუხი მოვიმატებ მარტო კვებით თუ კი აი ხე ეგ არ თქვით რომ ანუ მომატებით მოიმატებ მაგრამ ერთია რომ ბევრად უფრო რთულია პროცესი აი ეს რაც თქვი რა შეიძლება აძანებ თავს ჭამბერს და აი რო ვარჯიშობ რაც ვახსენე რა ორგანიზმს ეხმარები რომ აი ეს უფრო მარტივად გადამუშავს და უფრო მარტივად მეტი შეიწოვოს და უფრო მარტივად მეტი ადგილი გაგიჩნდეს რომ კიდე უფრო შეჭამო რა აი ვარჯიშის ეგ ერთი მეორეს ერთს უნდა აი როგორც თქვი რა თუ არ ვარჯიშობ ანუ გენეტიკაც რა თქმა უნდა მოქმედებს მაგრამ მაინც უფრო დიდი შანსია რომ ეს წონას კი მოიმატებ მაგრამ ეს წონა ქონი ცხიმი ბევრი იქნება უფრო იქნება ვიდრე კუნთი რა და საბოლოო ჯამში ვიზუალურად შეიძლება აი ამდენი ტანჯვის წამების და თავზე დაძანების ჭამის მე სარკეშო დადგები აი ეს ხო არ მაინც და მაინც ისე არ მოგეწონოს და რაღაც ჩაიქნიო ხენი და ამიტომ ორივე შემთხვევაში იდეალურ ვარიანტში რა თქმა უნდა ვარჯიში და მარტო ვარჯიშია სწორად ვარჯიში შესაბამისად თქვა კუნთის გაზდაც ნუ სპეციფიკა ვარჯიში სწორად ივარჯიშო მაგრამ ნუ თუ არ მარტო აი ესე რომ აიღო რომ ყვებით მო რა თქმა უნდა მოიმატებ თუ მოინდა უბრალოდ უფრო რთული გზა არის რა ბევრად რთული ანუ ხალხს ვურჩიოთ უბრალოდ რომ ვისაც მომატება უნდა ყველა ვარიანტში ასევე ვარჯიში და ფიზიკურ აქტივობაში გულისხმობთ ჯერ პირველ რიგში დარბაზში წონებით ვარჯიში. ნუ შესაბამის ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ნუ კიდევ და კიდევ რაც რო გავა უფრო და უფრო მივალთ იმ დასკვნამდე მივალთ ჩვენ რა ზოგადად კაცობრიობა რომ აი ეს resistance რაც არის რა დარბაზში შენ დანადგარს არგო აი რაღაც ძიმე და კუნთმა აწია იმუშავა აი სიმძიმეებით ვარჯიში ანუ რაც კი რამე ვარჯიში არსებობს ნუ
პროფესიონალი სპორტსმენისთვის არა, ჩვეულებრივ ზოგადად ადამიანისთვის, აი მაღაზია საუკეთესო. მე არის ცოტა სხვადასხვა ვერსიები CrossFit-ი, თქვა ვარჯიში, ეს წონებით და კიდე რაღაცა, კიდე შეიძლება სხვა ფორმა პილატესი რაღაც, ანუ ისეთი სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები, რომელსაც აი ეს წონით ვარჯიშიც და პნევს რაღაცა, მაგრამ აი ეს წონით და კუნთის გაზდა და კუნთის მასის აი მაღაზია საუკეთესო ვერსია, ნუ ფიზიკურად არ არსებობს რა. დავით, შენი კარდიო რომელია? ანუ რა კარდიო ვარჯიშსაგან? სირბილი ძალიან. CrossFit-ს ვაკეთებ ხოლმე, ეხლა ბოლო დროს დავიწყე, CrossFit-ის სეტის შემდეგ დავბივარ ინტერვალური სირბილები უფრო მომწონს რა. რომ აი მაქსიმალ ფითქებად იმას გაწყობს ინტერვალური სირბილი. საათებით იკვებები? კი, საათებით ზუსტად აი რომ კვირის დღეებში, სამსახურის დღეები რომ აქ იდეალურად მაინც შაბათ-კვირა ცოტა ირდება ხოლმე, მაგრამ აი კვირის დღეებში ზუსტად საათობრივად იკვებება. სხვა ზოგადად ეგ ისაა რა, ეგ ჭირს რა, ანუ რაც უფრო თავისუფლ გრაფიკში თუ რაღაც აი რუტინაში არ ხარ, აი ჭამის გაკონტროლება, დალაგება ცოტა უფრო იქ სამსახური დინი თქვა აქამდე ჭამა მორჩები დრო გაქვს საჭმელად, უფრო მარტივად აი ცოტა ისეთია რა, ზოგი წუწუნებს აი მუშაობ, ამაშევ, იმაშევ, ვერ არა და ცოტა გეხმარება იქ პირიქით კონკრეტულ დროებში შეგინია ჭამა. დროც რო ისწრებოდა ხოლმე ლექციებს, სანდრონოვან ლექციას ისწრებოდა, არ უშვებდით. სანდროის როგორც სანდროის როგორ ის საათობრიობასაც მეგონა რომ ქონდა მნიშვნელობა და სანდროს რომ არა აქვს მნიშვნელობა, როდის მიიღებს, რომ თავარია მიიღო და ის კალორიაში გქონდა. თუმცა არა, დისციპლინისთვისაც არის კარგია, მაგრამ თუ არ შეგიძლია თუ რაღაცა არა. აი, მე რო 1 საათი გადამიზნდებოდა, ძალიან ნერვიულობდი, აუ წონას ვიყავ. ფიზიკურად თუ ვერ ხერხდება სხვანაირად, ნუ არა, მივისულ ვარ სახში 12 საათზე და მიჭამია რა ვქნა, ახლა ზოგი რა არ გამოდის. მადა, ანუ შენ რეალურად ესე რომ ვთქვათ, მადა საერთოდ არა გაქვს. არ მქონდა. ეხლა უფრო გაქვს. ეხლა კი, ეხლა ძალიან აქტიური ვარ ფიზიკურად. და მაგიტო უფრო მოგდა. დღის მანძილზე 7-8 კილომეტრს გავდივარ ფეხით, ამას პლუს ვარჯიში ემატება და მთელი კვირის განმავლობაში ეხლა დასვენების დღეც რომ აქ უკვე ვეღარ ვჭერდები, ცურვაზე ავდივარ. მე თუ კიდე რაღაცა, მე წავალ ვირბენ და აქედან გამომდინარე, მადა მაინც ეხლა სულ მოდის და მოდის. საკვებთან და აი დავითმა გეინერი ახსენა და შენობა მსმენელს გაუჩნდეს მაყურებელს საკვები დანამატი აი მომატების დროს რა შეენება და ვიტამინების დაგეხმარება თუ გაკნია რა ისე აი ვისაც ძალიან რა ჭამის ამბავი რა მადა არ აქვს და თავიდან მით უმეტეს მერე რო ცოტა კუჭი გადიდება და შენობა ორგანიზმი მოგთხოვოს კიდე სხვა თემა აი თავიდან ვისაც ძალიან ჭამა უჭირს და რაღაც გეინერი მასის მოსამატებელი როგორც თქვა მარტივად როგორ აქვს აი პროტეინი შეიძლება იცოდეს პროტეინის ფხვნილი ვიღაცამ გეინერი არის პროტეინის ფხვნილს პნევს კიდე ფხვნილის სახით რომ ნახშირწყალი და ცხიმი აქვს ანუ კალორიული პროტეინი ასე ვთქვათ რა საკმაოდ ისეთი რაღაცა რა აი ძალიან ეხმარება ადამიანს ვისაც აი მე რო ახსენე რომ აი უკვე აქამდე ვიყავი სავსე და კიდე 20 კოვზი რაღაც უნდა მეჭამა თქო აი მაგ დროს აი 20 კოვზის ჭამაზე ბევრად უფრო მარტივია რაღაც შოკოლადის გემო ვანილის მარწყვის თუ რაც გინდა თუნდაც არ გინდოდეს ან სავსე იყო აი სითხის რაღაც სასიამოვნო სითხის დანეო ხო ნუ საკვები დანამატებზე ზოგს ისე აქ რა აი ცინის პროტეინის მიღებაზე ზოგ გონია მაგრამ მანდაც დროის ამბავია ცნობიერება აუმაღლდება ყველას და აი მინდა რომ აი ვისაც წონის მომატების ამბავის პრობლემა ის გეინერის როგორც თქვა ეხა უდიდეს ნაწილს პროტეინის შიში და ვაიმე დავრჩები და ის მომივა და ის მომივა ანუ გეინერი წონის მომატების დროს საკმაოდ ისეთი რა ანუ დაამხმარე საკვები დანამატია რომელმაც შეიძლება აი გადაგარჩინოთ ასე ვთქვათ თავს აი უკვე რო ისე ხარო აი თავი დავანებო თუ არა და აი გეინერის თანევაც მანდ მივდივართ რომ არის საკვები დანამატი იმიტომ რომ თავიდან როგორც თქვი გეინერს ვიღებდი მარტო და საჭმელს ვერ ჭამდი და შედეგი იყო 0 მანდაც უყურე აი მანდ ყველას ვეუბნები რა ვინც თქვა აი გეინერი გადალახა ის შიში რო რაღაც ის არ არის რა არაფერს არ მიზამს მანდაც სწორ დროს უნდა დღის განმავლობაში ვთქვათ რაღაც 3 ჭამა რო გაქვს
და აი ჭამებს შორის ან რომელიმე ჭამა გეინერი ჩანაცვლო ჩათვანე ანუ ის სითხე კი ვთქვი მაგრამ იმდენი კალორია აქვს და იმდენად სუყე და ანუ გამავსებენია ასე ვთქვათ რომ აი ეგეც დღის განმავლობაში ჭამებს შორის ან ჭამა მაგით ჩაანაცვლე საერთოდ ჯამში კალორიებს არ მოგამატებს ყველაზე სწორი და ნუ შენმა ცოტა ისე ჟღერდეს აი ჯამრთელობისთვის ხომ აი ყველა ჭამას რომ დაამთავრებ უკვე რომ გაივსე საჭმელი ფიზიკურად აღარ შეგიძლია მაგრამ აი პნიუში რომ გახვიდე ცინის წინ ან ყველა ჭამის დამთავრების შემდეგ ბოლო დალევაც ასე ვთქვათ რომც ვერ რაღაც ხურზე რომ მოიკიდო და აი სასწაულ შედეგს ბევრად გეხმარება ორგანიზმი ხამე დატენილია კალორიებით აქტიურად მოიხმარს გადამჭრა და თინით რო იღვიძებ კიდე უფრო დიდი შანსია რომ მეტის ჭამა. მომენტმა უნდა ახლა შეიძლება შეეშინდეს ისე ვამძიმებთ, მაგრამ თავიდან კი ცოტა ძნელია. მაგრამ მე ანუ ეჩვევა ორგანიზმი. ესე იგი გეინერი მომატებისთვის და პროტეინი. არა, გეინერი არის პროტეინი პნიუს რაღაც, ანუ გეინერი არის პროტეინი შეიძლება იცოდეს ვიღაცა მწვნენი, ისიც ცალკე ხა ხო უკვე ცალკე შეგინია. ანუ მეტი არანაირ დანამატს არ სვავს ვინც იმატებს. არა, ყველა მე თქვი მწონის მომატების დროს ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე საკვები დანამატი ვიტამინები არა გეინერია. ოკეი. და კრეატინი? კრეატინიც კი ხა თუ არ უნიკალური დანამატი. ნუ მაგრამ კრეატინი ესე კრეატინთან და კალორია რაღაც გამიზა და კრეატინი თუნდა დავლიო თუ მოწმატება სასურველი თუ არ ფიზიკურად აქტიურმა ადამიანმა მით უმეტეს რომ სასწორზე კრეატინის მერე ერთი თვის მერე 2-3 კილოს პლუს დაინახავს და ეგ გონებრივად ძალიან დაეხმარება. სითხეს რო აკავს ეგ ის არის. ნუ აი ყველა მეკაიტის სითხის შემაკა ნენელა შემოდის ტვინსაც რო ხსნის იქნება. მართლა ტვინსაც ხსნის. კოგნიტივ ხო ვილაპარაკეთ მაგაზეც ეგ მეცნიერული და დასტურებული ჯერ არა, მაგრამ იქნება მანე. კარგი, ნელ-ნელა მეკითხები მეწურება. ერთი რას ურჩევ იმ ადამიანს, ვინც ხა იმ გზაზეა, რასაც შენ იყავი და აი როგორ წვალობს და როგორ განცდებში ალბათ წარმოგიდგენი. კი, ძალიან რთულია. იმიტომ რომ ჩვენ ბოდიში შეგხვდა რამდენიმე ადამიანი, რატო ვიწერთ ახლა აი ამ პოდკასტს ამ თემაზე, იმიტომ შეგხვდნენ და აი მიშველეო ესე ქუჩაში უთხრეს პირდაპირ ლამის და აი გითხარი აბა. რჩევა, ანუ ესე ძალიან მარტივი არ არის ეს ყველაფერი, ძალიან ძნელია, მაგრამ თავარი არის რომ ანუ აუცილებლად მოვა შედეგი. თავარი მოითმინო და ეს დისციპლინა შეინარჩუნა. შედეგი გარანტირებულად იქნება. უბრალოდ ცოტა აი ნერვებს გაუფრთხილე ნელ-ნელა და შედეგი აუცილებლად დადგება და ისეთი კარგი იქნება შედეგი, რომ იმ გზას და იმ სირთულეებს საერთოდ აღარ გაიხსენებ. ანუ ესე იგი რა არის? სწრაფი მოლოდინი აქაც აი როგორც წონის დაგნების დროს თავარი პრობლემა და თავარი შემაფერხებენი ასე ვთქვათ შენება ეგ იყოს მით უმეტეს ვინც თავი და აი წონის დაკნება რა უნდა იქაც ხო ყოველთვის აი ხვალვე უნდა რომ რაღაც ამ ბევრი დაიკლოს და აი წონის მომატების დროს მით უმეტეს კიდე უფრო ისე რეალურად უნდა შეგოს დაიგეგმოს რომ აი რაღაცა დავიწყე და როგორც თქვი რა 6 დღე თავს დავაძანებ ან 30 დღე და всё უკვე რომ სასწაულის შედეგი არა ნენელა თავარი არ გაჩერდეს და ნუ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ რომ აი სწორი გზა აი შემთხვევაში ძალიან მოქმედებდა სამოტივაციო ვიდეოები, წიგნები, აი ძალიან მეხმარებოდა მაგრამ რომ კარგი დღე ხო არ გახა მზერო არის და კარგი ამინდიროა ყველას გაუხარდება ყველა წავა იوارჯიშეს მაგრამ ის წვიმაროა ცუდი ამინდიროა ყველაფერი რო გიზარებ აი მაგ დროს რო წახვალ ფიზიკურადაც აქტიური რო იქნება და აუცილებლად მოვა შედეგი რა მოკლედ მოთმინება სისტემატურობა შენ ცხოვრების სტილის შეცვლა და არა იმაზე ფიქრი რომ ეს რაღაც აქამდე მივალ და გავჩერდები ხო რა იქ ეს მინდა და 500 კალორიით მეტი დავაძალო თავს და არა შენი მიზანი ხოა რომ აი ეხა რასაც ჭამა არ ყოფნის და რეალურად უფრო მეტის ჭამა აი უფრო მეტის ჭამას როგორ მიხვალ ასე ვთქვათ მარტივად იმაზე უნდა ვიფიქრო არა კი აუ 5 კილოს ოდის მოვიმატებ ეხა 5 დღე გავიდა ვერ მოვიმატე აი მაგ დამოკიდებულებიც საერთუნი იქნება ნელ ყველაფერი და უნდა გახსოვდეს რის გამო დაიწყე ეს ყველაფერი. ეგეც თუ გაქვს. და მე როცა ნახავ შედეგს ისე მოგეწონება და ისე გაგისტარდება. აი სხვათა შორის ძალიან კარგი before after-ი ძალიან კარგად მუშაობს. აი გონია რომ არაფერი, მაგრამ რო შეხედავ იმ პირველ დღეს და ერთი თვის მერე ხვდები რომ სხვა ადამიანი ხარ. და მარტო სასწორი არა სარკე ფოტოები და ასე ვიზუალით ფოტოები ხო რა. მე როგორც წონის დაკნების დროს ახო ისე კომპლიმენტებს რო გეუბნებიან და რაღაცა ხა იქაც რაღაცა მოდიდიო და რო გიხარია უფრო და
კი ბატონო, თუ რამის თქმა არ გსურთ, ყველაზე რთული ერთი ისიც მითხარი, აი ყველაზე რთული რა იყო ამ გზაზე? აი ზუსტად ეგ რამ დისციპლინის შენარჩუნება, იმიტომ რომ ხო როგორც თქვი რომ კარგი დღეები ყოველთვის არის ძირითადად სტრესული გარემოა, სამსახურია, ისეს და ძალიან სტრესულ გარემოში რთული ამ ყველაფრის შენარჩუნება, მაგრამ უნდა ადგე დააწალო თავს, გააკეთო და მე ეს ხეულიც უკვე გახსენებ. აი ბოლოს უკვე და დღეს უკვე ისე ვარ რომ ვარჯიშს რო ვაცდენ, მგონია რომ რაღაცას ვაშავებ. რომ აი რაღაც ცუდი ხდება, არ უნდა გავაკეთო ეს და ხო, რა ეს ხეული უკვე აგაყენებს და წახვალ და გააგი ვარჯიშს. აი უკვე ქვეცნობიშ გადო და აი როგორც წინაზე ვახსენეთ, კმენის გახეხვა და ის ესე გამოდის რა, ანუ ჩვეულებრივი. შვებაში გიჭდება, ხო. თავიდან რო აი ხალხსაც გააჩნია რა, აი თავიდან აი мотиваციას ვინ გაძლევს. იქ ძალიან ის არის. მე რო ვიწყებდი, ნუ ეხლა არ დავასახელებ, ვინ იყო და როგორ იყო სუხვარი ვარჯიშებ, აზრი არა აქვს. ხო რა. აი ეგრე როდემდე უნდა ჭამო. აზრი არა, მაინც ისა რო ივარჯიშებ და კუნთებს რო გაიზრო დაანებ, მაინც ხო ჩაიფუშები, ანუ თავიდანვე გიკლავს იმ ყველაფერს. მაგანწყობით ეგ არის აი ეს. ხო მე რატომ, იმიტომ რომ არ იცის ხალხმა გონია რომ რაღაცამდე მე შეერდება. ხო და მაგას ვიძახი გზად. ჩაიფუშები რატომ უნდა დაანებო? ხო აი რატომ უნდა დაანებო? მაგას ვერ ხო? სუხვარი ვარჯიში. აი თუ მაგას ვიძახე სისტემატურად თუ აი საკმარის რაღაცამდე მიხვედი, იქ უკვე აზროვნება გეცნობა. სხვანაირად აი ვარჯი დავანებებ და ჩავიფუშო თუ პირველ დღეს ქონდა, ეგ გიგ საერთოდ არ მოდის. რასნის მე რომ დაანებე ჩაი რა დავანებო ჩავიფუშო რას. ვარაკე. ან კბინი არ გამოიხეხო გაგიშავდა რაღაცა უცნაურ რაღაცა. ძალიან უცნაურ ძიძახი დავანებო რასნის. გარშემოწრეს სანდინი მნიშვნელობა. ოჯახში ხელს როგორ გიწყობენ, აი мотиваციას ვინ გაძლევს. ეხლა დარბაზში ეხლა დარბაზში ყველას ასე თუ ისე ისმის ერთმანეთის რა და რომ ხდება ვა როგორ მოიმატე რაღაცა ეს ძალიან იმას აუ შენც რა კაი ფორმაში ხარ და უკვე ეგ დიდი мотиваციაა რა წერისაც ერთ გზაზე რო ხართ ეგ ხო იცი რა იმას რა სიამოვნება რა უნდა უთხრა კი ეგრეა მოკლედ არაფერი არ ჯობია იმ შეგრძნებას თავი რომ მოგწონს ხო მივედით მაგ დასკვნამდე და ამიტომ გავუძლოთ და მე ეგ შეგრძნება რომ მოვა მე ბევრად იმდენად კარგი შეგრძნება იქნება წონის მომატება იქნება თუ დაკნება მოკლედ ღირს ყველაფერი ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესო იყო ჩვენ გვიყვარს ეს რენდომ ხალხის დაპატიჟება და ჩვეულებრივად უბრალოდ საუბარი თქვენ გამოცდილებაზე და ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. დიდი მადლობა და ძალიან კარგი ფორმატია ის, რომ ესე რენდომად მოდის ადამიანი, იმიტომ რომ ეს ცნობილები და ისე ხო ყველგან არის და ზოგადად უცხო ადამიანების გამოცდილება შეიძლება ბევრად დაგეხმაროს. და მადლობა სირთულეები და შეიძლება ვიღაცას ვიც ეხა ძალიან წვალობდა მომატების გზაზე ძალიან мотиваცია მივცე და აი ხუთის უნდა დაენებებინა და არ დაენებებს და ვიცი კიდეც 1-2 ეგეთი რომ ელოდება ძალიან აი ამ კონკრეტულ გადაცემას. პოდკასტ სუგადაცემას ვეძახით არა და ეპიზოდი. კაი, მადლობა, ნახვამდის და დროებით. კარგად.